დაწმინდისა სულისათა ჩვენთან არის ღმერთი. სანამ სახარების თარგმანებაზე გადავიდოდე, არ მინდა რომ დამავიწყდეს, თუმცა არასდროს არ მავიწყდება და მინდა გითხრათ, რომ ძალიან მიყვარხართ. ამით მიხვდება ჩვენი უფალი იესო ქრისტე, როცა დაბრუნდება სოფლად, ვინ არიან ქრისტიანები და ვინ არ არიან ქრისტიანები. თუ თქვენ ერთმანეთი გეყვარებათ, ამით მიხვდები, რომ თქვენ ჩემი მოწაფეები ხართ. სხვა მეც არაფერს არ ამბობს. აი ამით მიხვდები, თუ თქვენ ერთმანეთი გეყვარებათ. რა თქმა უნდა, ჩვენ დიდი ხანია გვიყვარს ერთმანეთი, მაგრამ ისეთი თბილი და ლამაზი დღეა და თან გიორგობის თვე არის, რატომღაც ეხლა მომინდა კიდევ ერთხელ შემეხსენებინა თქვენთვის, რომ მიყვარხართ, ვცდილობ კიდევ უფრო მეტად მიყვარდეთ და თქვენს მინდა რომ ერთმანეთი გიყვარდეთ. ეს არის პირველი ნიშანი, რითაც ჩვენ გამოგვარჩევს ღმერთი. დღევანდელი წაკითხული სახარება, საოცარი სახარება გახლავთ. ორი სასწაული აღესრულა, პირველი ის რომ ჩათვალეთ, რომ ტაძრის წინამძღვარი, სინაგოგის უფროსი მიდის მაცხოვართან და ეუბნება, რომ 12 წლის შვილი მყავს გოგონა, ცუდად მომაკვდავია და მოდიო და განკურნეო. და მაშინვე გაემართება ქრისტე, რომ განკურნოს მისი შვილი და გზაში ბევრი ხალხი ყავს მას ყოველთვის შემოხვეული, ერთი სისხლ მდინარე ქალბატონი შეეხება და ქრისტე გაჩერდება და იტყვის, ვინ შემეხო მე? და პეტრე ეტყვის, უფალო, ამდენი ადამიანი გახვევია გარშემო და რა შეკითხვაა ეგ? გაუკვირდებათ მოციქულებს? არა, ძალაო გავიდაო ჩემგან, ვიღაცა წმენით შემეხო. და ის ქალი უკვე ვეღარ დაიმალა, 12 წელი იტანჯებოდა, სისხლ მდინარე იყო, მანდილოსნები მიხვდებით რაზეა საუბარი და ვეღარ დამალა და უთხრა, რომ მე შეგეხე, წმენით შეგეხე და მივიღე განკურნება. ახლა შემდეგ მაცხოვარი მიდის, რომ განკურნოს იაიროსის ქალიშვილი, მაგრამ ეტყვიან, რომ აღარ შეწუხდე, აღარ შეაწუხო მოძღვარიო, შენი შვილიო გარდაიცვალა. მაგრამ მაცხოვარი ეტყვის, რომ არა, არ გარდაცვლილა, დაიძინა, მე მივალ და აღვადგე. თქვენ აღდგომის შესახებ იცით სწავლება, ეხლა არ შეუდგები, რომ ლაზარე აღადგინა 4 დღის გარდაცვალებული, ნაინელი ქვრივის შვილი აღადგინა ქრისტემ და აღადგინა იაიროსის შვილი. დღეს უფრო სხვა რამეს მინდა შევეხო, უფრო შეიძლება ითქვას, რომ ჩვენთვის ნაკლებად ცნობილი, მაგრამ საინტერესო ამბავი. ჯერ შეკითხვას დავსვავ, თუ გიფიქრიათ ამაზე და მერე ვეცდები, რომ წმინდა მამების დახმარებით გავცე პასუხი ჩემს მიერ დასმულ შეკითხვას. იმედია, ეგ შეკითხვა თქვენს გაგიჩნდებოდათ და თუ არ გაგჩენიათ, კარგია რომ დღეს მაინც უყურეთ, რა საინტერესოა. 4 მომენტი შეიძლება რომ დავასახელო მე მაცხოვართან ადამიანების შეხების. როდესაც იესო ქრისტე აღდგება მკვდრეთით, მისი საყვარელი მენესაცხებლე დედა მარია მაგდალინელი მიდის და უნდა რომ შეეხოს. უწოდებს მას რაბუნი, ანუ მამილო, მამი, აი ჩვენ რო ვიცით ხოლმე თანამედროვე ქართველებმა. არ შემეხო. რა საოცარია, ნახეთ რა. მაცხოვარი ეუბნება მარიამს, რომ არ ნუ შემომეხები. დააყენა მარიამი, არ შემეხო უთხრა. თომა მოციქულს აღდგომიდან 1 კვირის მერე ეუბნება, რომ მოდი და შემეხე. რა საინტერესოა რა? რა ხდება? მარიამს ეუბნება, რომ არ შემეხო, თომას ეუბნება, რომ შემეხე. ოღონდ არ არის ცნობილი შეეხო თუ არა თომა, მაგრამ თომამ აღიარა, რომ უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი. დღევანდელ სახარებაში არაფერი არ უთხოვია ამ ქალბატონს. უბრალოდ მივიდა ჩუმად ზურგიდან და მისი კვართის, ესე თქვათ, ფუნჯებს, ესეთი ებრაული შესამოსელია, ეს ფუნჯები აქვს შესამოსელს, შეეხო და განიკურნა. საიდუმლო სერობაზე გულზე ყავს მიხუტებული ვინ? იოანე ღვთისმეტყველი, საყვარელი მოწაფე და ისე ატარებს საიდუმლო სერობას. შეკითხვა, რატო?
რა ხდება? განა იესო ქრისტემ ამოარჩია ვინმე ან მიკერძოება არის ღმერთთან? რა ხდება ხალხო? მარიამს აყენებს, ეუბნება რომ არ შემეხო, ვიღაცა უცხო ქალი სახელიც რო არ არის ცნობილი ეხება, იმკურნება, თომას ეძახის მოციქულს მოდი შემეხე და იოანე ღვთისმეტყველი გულზე ყავს მიხუტებული. რასთან გვაქვს საქმე? მე მგონი ამაზე თქვენ შეიძლება გიფიქრიათ, მაგრამ პასუხი ვერ მიგიღიათ ან მოგერიდათ რომ შეკითხვა დაგესვათ, ხო? ამაზე პასუხი არის კირილე ალექსანდრიელის იოანეს სახარების განმარტებაში. სამოციქულო ეკლესიის ისტორიაში ყველაზე ვრცელი ნაშრომი არის იოანეს სახარების განმარტება კირილი ალექსანდრიელის მიერ. და აი აქ მე მივაგენი პასუხს. დავიწყოთ მარიამით. როდესაც მარიამი მიდის და უნდა შეხება და ქრისტე აყენებს მას, რატომ აყენებს იცით? რომ აღდგომილი ქრისტე, ამღდგარი ქრისტე და ქრისტესთან შეხება აღდგომის შემდეგ არავის არ შეუძლია გარდა იმ ადამიანებისა, ვინც ზეციდან არ არის შობილი. ანუ თუ ნათელღებული არ არის და სულიწმიდის მადლით ზეციდან შობილი ადამიანი არ არის, უკვე არ შეგიძლია რომ შეეხო მაცხოვარს. და ამიტომაც ეუბნება, ჯერ მარიამ მაგდალინელი მონათლული არ არის და ეუბნება რომ შემომახები. არც თომა მოციქული არ არის მონათლული, მაგრამ მას ეუბნება, მოდი და შემეხე, რატო? თქვენ გახსოვთ, რომ როცა ღმერთმა ადამი შექმნა, წერია მიჰბერა სული და თიხა, მტვერი იქმნა უკვე ცოცხალ არსებად. აი ეს მიბერვილი სული რუჰაკ ებრაულად შეიბღალა ადამიანის დაცემის შემდეგ და როდესაც ქრისტე უნდა ამაღლდეს ზეცად, როდესაც არის უკვე ამაღლების წინა პერიოდი და გაიყვანა ელეონის მთაზე და დაასხა ხელი და მიჰბერა სული. აი ის სული, რომელიც ჩაბერა ადამიანს, აი ეს იმ სულის აღორძინება ხდება ამაღლებამდე, ოღონდ ეს არ არის ნათლობა და ეს არ არის სულიწმინდის გარდამოსვლა. ეს არის წიდი, ანუ შესავალი იმისა, რომ მოციქულები მერგასე დღეს, 50 დღეს მიიღებენ სულიწმინდას, მარტირია, დამოწმება იქნება ამ ყველაფრის და შემზადებულები არიან უკვე მოციქულები და მოციქულების შემდეგ მოციქულებრივი მამები და ყველა ის ადამიანი, ვინც ეკლესიაში უნდა გაწევრიანდეს, პეტრე მოციქულის ქადაგების შემდეგ 3000 კაცი, 5000 კაცი და ასე შემდეგ. ანუ თომა მოციქულს იმიტომ ეუბნება რომ მოდი და შემეხე, რომ მოციქულია, სამოციქულო ეკლესია უნდა დაარსდეს და მოციქულები წინასწარ შეამზადა სულიწმინდის მიბერვით, რომ ისინი შემდგომში გახდნენ სხვა ადამიანების მომნათვლელები და დაწესდეს 7 საიდუმლო ეკლესიაში. ყველა საიდუმლო დაწესებულია იესო ქრისტეს მიერ. დღევანდელი სახარების მთავარი პერსონაჟი ეს ქალბატონი, რომელიც მთელი თავისიო მონაგები, აი თქვენ ხო იცით ხოლმე რომ მთელი ფული ექიმებთან დავხარჯე, ხო? ხან ბანკის ვალიც აგვიღია იმის გამო რომ ოჯახის წევრი არის შეუძლოთ, მაგრამ არაფერი შედეგი არ არის. და ეს ადამიანი, ეს ქალბატონი იმდენად გაიტანჯა აი ამ სნეულებით, აი ამ თავისი მძუხარე მდგომარეობით და თანიად მოკრძალებული და მორიდებულია, რომ კი არ გააჩერა და დაიყვირა, რომ გაჩერდი ვინახარ დამეხმარე, არა, ჩუმად თავდაბლობით მიდის, ეხება და რწმენა აქვს, რომ თავდაბლობით მორიდებულად არ აწუხებს, იმიტომ რომ ჩაქოლავენ, ეთქვიან, გადი ქალო, ვინახარ, არასცალია შენთვის ქრისტეს. ჩუმად მიეპარება ხელს, დაადებს და მაშინვე განეკურნება. ამას ჭირდება, ჩემო ძვირფასებო, რწმენა, დაიმახსოვრეთ კარგად. საიდუმლო სერობის დროს იესო ქრისტეს გულზე ყავს მიხუტებული იოანე ღვთისმეტყველი. აქავე მინდა გავაკეთო გადახვევა და გითხრათ, რომ რას აზიარა ქრისტემ საიდუმლო სერობაზე. ჯერ თვითონ არ არის დაკლული როგორც ტარიგი, არ არის ამაღლებული და არ არის აღდგომილი. როცა ეუბნება, რომ მიიღე და სჭამეთ, ესე არის ხორცი ჩემი, ესე არის სისხლი ჩემი, რას აზიარა? ჩვეულებრივი პური იყო და ჩვეულებრივი ღვინო იყო? როგორ ფიქრობ, ჩემო კარგებო?
ავაზაკს რო ეუნება დღეს ჩემთან ახარ 64-შიო და ჯერ თვითონ არ შესულა 64-ში. რას ეუბნება? როდესაც ყვება ლუკას სახარებაში იგავს ქრისტე ლაზარეზე და მდიდარეზე და ეუბნება რომ ლაზარემ თვალები აახილა აბრაამის წიაღში, რაზეა საუბარი? საუბარი იმაზეა, ჩემო კარგებო, რომ ღმერთისთვის წარსული და მომავალი არ არსებობს. ღმერთისთვის არის ერთი დრო, აწმყო. ქრისტემ იგივე სისხლი და ხორცით აზიარა მოციქულები, როგორც თქვენ დღეს ეზიარეთ. არ შეიძლება რომ მაშინ სხვა ყოფილიყო და ეხლა არის სხვა. რას ვეზიარებით ჩვენ? ჩვენ ვეზიარებით ვნებულ, აღდგომილ, ჯვარცმულ, ამაღლებულ სხეულს იესო ქრისტეს. და აი ამ საიდუმლოს სათავე დაუდო ქრისტემ, როდესაც აზიარა თავისი მოციქულები. და ბოლოს ძალიან მოკლედ გიყვებით, ეს ძალიან ვრცელი შრომაა და თუ ვინმე ხელი მიგიწვდებათ, რუსულათაც არის, ქართულად სამწუხაროდ არ არის, ამონარდები თარგმნა ედიშერ ჭელიძემ პროფესორმა აკადემიის. ყველაზე საინტერესო ეხლა, რატო ყავს მიყუდებული გულთან იოანე ღვთისმეტყველი? არ აყავს პეტრე, პეტრე ამ დროს მოშურნია, ხანჯლი დადის, აბაერთი ვინმე შეეხოს შემოძღვარს. მაგრამ ყველაზე ახალგაზრდა ნორჩი მოციქული ყავს გულთან მიყუდებული. რატო? იმიტომ რომ ყველაზე ძალიან უყვარდა იოანეს ქრისტე, ჩემო ძვირფასებო. ამიტომ დავიწყე ქადაგება სიყვარული. ყველაზე ძალიან უყვარდა იოანეს ქრისტე. არ შეიძლება ღმერთთან მიკერძოება, უფლის საყვარელი მოწაფე, თან იძახის რომ ეს ვინც დაწერაო, თავის თავზე არ იძახის რომ არ დაბრკოლებულიყო ვინმე, ვინც ძალიან უყვარდაო იესოს, ოღონდ ეს ყველაფერი თვითონ იოანესგან მოდიოდა სიყვარული. ერთი პროფესორი არის, ვიღაც ზაკირა ესეთი, რომელიც ჩვენ ქრისტიანებს მოკლედ გვამათრახებს, გვიწევს, შეიძლება გარდაცვლილიც არის, არ ვიცი, მე უსმენ ხოლმე მის გამოწვევებს და ამბობს ასეთ რამეს, რომ ქრისტე რო აღდგაო, მოციქულებს ეუბნებაო, შემეხეთო კაცო მეო, აგერო სული კი არა ვარო, ხორცი მაქო. ხო და რანაირად აღდგაო, არც ერთი მოციქულიო არ ყოფილაო ჯმარცმის დროსო. ნახეთ რამ ხელა მზაკრობას და აფერისტობას ამბობს რა. ვინატრე ერთი ახლა მანდ ვიყო მეთქი რა. ატყუებს, იმდენი ხალხია შეკრებილი და არც არავინ არ არის რომ პასუხი გაასცეს, რა სიტყუები შე, ქოსამ ატყუარა შე, მოლა ნასრედინო. ვის ატყუებ? ვინ არ იყო კაცო? ვინ არ იყო? დედა ღვთისმშობელი იქ არ იყო? იესო ქრისტესთან არიდგა, ფეხებთან არიდგა იოანე, ახალგაზრდა ყველაზე, რატო? იმიტომ რომ ყველაზე ძალიან უყვარდა მას იესო ქრისტე და სიყვარული შიშს გუნავს, ჩემო კარგებო. ცოდვათა სიმრავლეს სიყვარული ფარავს, დაიმახსოვრეთ. და თუ ჩვენ რამისა გვეშინია დღეს, სიყვარულის ნაკლებობა არის და იმიტომ გვეშინია. და რას ეუბნება იესო ქრისტე დედა ღვთისმშობელს და იოანეს? აი შვილო, დედა შენი და აი დედა შენი შვილი. როგორ, რატო? სიყვარულიდან გამომდინარე, ჩემო კარგებო. ხოლო და მხოლოდ სიყვარულიდან გამომდინარე. ჩვენმა ქადაგებამ, ჩვენმა რწმენამ, ჩვენმა ცხოვრებამ ბევრი სასწაულები რომ მოახდინოს, ჩვენ რომ აი როგორც პავლე არ მინდა ახლა კიდევ პავლე მოციქულის იმდენად უკვე აპატიეთ კლიშე გახდა, პირდაპირ ამბობს სიტყვა სიყვარული, კლიშე გახდა უკვე რა, ანუ ძალიან ბანალური გახდა ეს ყველაფერი რა. რომ აი გიყვარდეს ერთმანეთის სიყვარული გადაგვარჩენს, მაგრამ პურს არ გაგიტეხავენ შუაზე. იესო ქრისტე საყვარელი მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი ამბობს, რომ სანამო სახარების ქადაგებას დაიწყებთო ხალხო, კითხე ადამიანს პური ხო არ აქშიაო. ჯერ კითხე პური ხო არ აქშია და მერე ისე უკადაგე ღვთის სიტყვა, ისე უკადაგე. არა, ჩვენ რაღაცა გეგმას ვასრულებ. არიან ადამიანები, რომელსაც საქართველოს გადარჩენა უნდათ და გამოდიან სასულიერო პირები და მათი სახე როდის დავინახე, იცი? მეუფეშიო ჩვენი ტაძრის, ჩვენი პატრიარქის მოსაყდრე, ეპისკოპოსები, თელი საღვთელოება, თელი მრევლი, მეტეხის ხიდთან დგას 100,000 მოწამის პარაკლის იხდის და ეს რამოდენიმე სასულიერო პირი თავრობის სასახლის წინ სხვა პარაკლის იხდის. ხო უკვე გასაგებია ყველაფერი. ხო ყველაფერი გასაგებია, შენ ეკლესიის ერთობას რო აკლდები, რა საქართველოს გადარჩენა გინდა, ვის ატყუებ? ვის ატყუებ?
ეკლესიის ერთობას ვინც მოწყდება ხალხო იმას მომავალი არა ყველა დაიღუპება მე ვიქნები თუ სხვა იქნება სადაც არის მოსაყდრე პატრიარქი ეპისკოპოსი უდელი სტიქაროსანი მგალობელი ყველა იქ თუ შენ არ ახარ და შენ ცალკე გამოდიხარ და 5 კამერა გიღებს ვიღაცა ესეთი ლიბერასტი ტელევიზიები რო არიან რო ეზიზღებათ პატრიარქი ეკლესია და ქრისტე და ვითომ იმ ჯვარს რო ჯერ ანჭყრევდნენ და ეხლა იქ რო ლოცულობენ ვერ გავიგე რა ვის ატყუებს შილო ტყუის ხო მოკლე ფეხები აქვს არა არ მინდა იმათი განკითხვა მინდა დაგანახოთ რა ხდება ჩემო კარგებო აი ძალიან მარტივად დაგვანახა ღმერთმა მეტეხის ხიძზე იდგა ჩვენი საპატრიარქო ჩვენი ეპისკოპატი საღვთელოება მე სამწუხაროდ ვერ ვიყავი ჩემი ბრალი არ არის რომ ვერ ვიყავი მაგრამ იქ ვიყავი სულით და გულით და რო ნახე ჩანაწერი ცრემლები მომდიოდა და რამოდენიმე სასულიერო პირი დაბნეულები არ განვიკითხავთ განა ნაგერ და რა უნდათ ვერ გაიგებ რა უსიყვარულობის ბრალია ჩემო კარგებო ეს არის უსიყვარულობის ბრალი ორნაირი რწმენა არსებობს აღარ გადაგღილით ახლა ხორციელი რწმენა არსებობს და სულიერი რწმენა არსებობს რა არის ხორციელი რწმენა ხორციელი რწმენა არის ის რომ შენ ადექი სარეცელიდან დილით მოიწესრიგე თავი წახვედი სამსახურში და საღამოს მოხვედი და იმედი გაქვს რომ თვის ბოლოს ხელფასი ჩაგერიცხება გლეხი ხარ ყანა დათესე ვენახი გააშენე და იმედი გაქვს რომ შენი დათესილი ამოვა მოუთოხნი წყალს დაუცხავ ხო ამას დიდი რწმენა ჭირდება არა ხო მაგრამ რწმენა ჭირდება იმ შენმა პამიდორმა სიმინდმა კარტოფილმა და ლობიომ რომ გამოიღოს ნაყოფი რწმენა ჭირდება თესლი იკურთხება ხო იცით თქვენ თესლი უნდა აკურთხო და ისე უნდა დათესო მიწა უნდა აკურთხო და ისე უნდა დათესო მაგრამ ამას დიდი გმირობა არ ჭირდება მაგრამ 21 საუკუნეში იყო ჭეშმარიტი მორწმუნე ადამიანი ცოტა ძნელია უკვე ძნელია იმდენი დამაბრკოლებელია იმდენი რაღაცები ხდება ხედავ სასულიერო პირი გეუბნება რომ ლოცვა არ არის საჭირო მე უკვე იმ დონეს მივახციე რომ არ მჭირდება ჩემგან ქრისტე ლაპარაკობს და პავლე მოციქული რო ამბობს რომ ყველაზე ცოდვილი მე ვარო ეს სხვანაირად ამბობს თურმე იგივეს ამბობს იოანე ოქროპირი იგივეს ამბობს ამბა დოროთე იგივეს ამბობს იოანე სინელი რაც მოვიძიე უცბად რომ ასე თქვით რომ ცოდვილთაშ მე ესე ვთვლი მაგალითად რომ თბილისის საღვთელოებაში ერთ-ერთი ცუდი ღვთელი ვარ მე შეიძლება ჩემზე ცუდებიც არიან მაგრამ მე ვთვლი რომ ისინი აი ამ ტაძარში ყველაზე 4 ღვთელი ვართ ყველაზე ცუდი მე ვარ რატო ვარ წინამძღვარი არ ვიცი მაგრამ მე ვთვლი რომ ყველაზე ნაკლები სულიერება მაქვს ყველაზე ნაკლები ცოდნა მაქვს მაგრამ ასე არ გავჩერდები მინდა რომ მეტი სულიერება მქონდეს მეტი ცოდნა მქონდეს მეტი ვილოცო მეტი გავიგო მე მუშაობ ჩემ თავზე და იგივეს მოგიწოდებ თქვენ აუთხრა დღეს ქრისტე მიმქალბატონს სარწმუნოება მან შენ მან გაცხოვნა შენ შვილო აი ესე უთხარით თქვენ თავს როგორც კი თქვენ ცხოვრებაში განსაცდელი ზარი ჩამოკრავს თქვით რომ ღმერთო მოხედე ჩემს სულწმუნოებას მე იმდენი რწმენა არ მაქვს რომ ეს განსაცდელი დაუძლიო მაგრამ რადგანაც შენ ჩემზე კარგი წარმოდგენა გაქვს და ამხელა განსაცდელი დაუშვი დედა მყავს სუდად ჩვენი გრიგოლის დედა უკვე ამდენი ხანია უმძიმეს მდგომარეობაშია მაგრამ გრიგოლი არ დრკება ლოცულო ჩვენი ბაკური აგერ ჩვენი კეთეთი ქტიტორი სუდად არის ძალიან ბევრი ადამიანია სუდად ხო და აი ამიტომ ჩვენ ვინ შედარებით კარგად ავართ ჩემო კარგებო უნდა ვილოცოთ სიყვარულით ერთმანეთი უნდა მოვიკითხოთ რატო ეს არ არის აი მამაზაზა არის ცუდად ვილოცოთ მამაზაზასთვის ერთმანეთი შეამოწმეთ გადახედეთ გადმოხედეთ ხალხო ხვალე შეიძლება მე ვერ მოვიდე ჯვარი მწერია ხო რა ვიცი რა იქნება მე რა ვიცი ამიტომ თუ გვექნება სიყვარული თუ გვექნება რწმენა თუ გვექნება ერთმანეთის პატივისცემა ქვეყანა გადარჩება ქვეყანას მიტინგებით ვერ გადავარჩენ თით ვერ გავიგეთ კაცო ხო მიტინგებით ქვეყანა ვერ გადარჩება ვერა გავიგოთ ერთხელ და სამუდამო შვიდობიანი რევოლუცია არ არსებობს ტყუილია და არ შეიძლება რომ არაბებმა აქ მიწები იყიდონ და დასახლდნენ ჩემი პირადი აზრია რა თქმა უნდა არ შეიძლება ჩემო კარგე რატო არ შეიძლება ღვთისმშობლის წილხვედრი ვარ ჩემო კარგებო ეს კვართის ლუსკუმაა ჩვენი ქვეყანა არ შეიძლება იმიტომ რომ არაბიზაცია მოხდება იქ მოდის მეჩეთები აშენდება და წავა მერე ჩვენ უმცირესობაში აღმოჩნდებით მერე
ეხლა ზოგიერთები გამოდიან და ამბობენ რომ 400 წელი ამირა იჯდა კი აღარ გვინდა რა მოგვიტანა კარგი ამან მერე ხალხო რა მოგვიტანა კარგი ნახევარი სიტყვები ეხლა არაბულს ვლაპარაკობ მე აღარ გვინდა გვეყოფა რა დაბრუნდნენ ემიგრანტები საქართველოში 2 მილიონ ნახევარზე მეტი გასულია ადგილიც არიელი არ რჩება ხო და თუ გინდა რომ ჩვენი ქვეყანა გადავარჩინოთ რწმენა უნდა გქონდეს საღი ჭეშმარიტი ერთი 60 ქულო მართლმადიდებელი ეკლესიის იმედი უნდა გქონდეს ღმერთი რო არ მიგვატოვებს და სიყვარული უნდა გქონდეს ჩვენ ვიწყებთ ბოლოდან სიყვარული არა ჯერ რწმენა უნდა გქონდეს მერე იმედი უნდა გქონდეს და მერე სიყვარული აი პირველი ორი თუ გამოტოვეს სიყვარული აღარ იქნება ესე დაალაგა ეკლესიამ და ასე დაალაგა პავლე მოციქულმა რწმენა იმედი და სიყვარული ვისაც გიყვართ უფალი ვისაც გიყვართ მოყვასი და მოყვასის სიყვარულში საქართველოს სიყვარული იგულისხმება და საქართველოში მაცხოვრებელი ნებისმიერი ეროვნების ადამიანი უნდა გიყვარდეს იმიტომ რომ ეს უკვე ჩვენი ისტორიაა და ზეცაში პირველ მოწამეები არაქართველები არიან ძირითადად განასხვავები არ იყვნენ მაგრამ ეკლესიამ ისინი დააფიქსირა რომ აი მაგალითი მუსლიმანი ქართველებისთვის მაგალითი იეღოველი ქართველებისთვის და პროტესტანტი ქართველებისთვის მაგალითი რომ აბო თბილელი ევსტატი მცხეთელი და რაჟდენ პირველ მოწამე და შუშანიკი არც ერთი ქართველი არ იყო მაგრამ ზეციურ იერუსალიმში საქართველოზე ლოცულობენ ის ადამიანები მე მგონი გასაგებია რაც გითხარით ჩემო კარგებო და ეცადეთ რომ მოკრძალებით შეეხოთ უფალს დღეს ჩვენ უფლის კვარტ შეიძლება ვერ შევეხოთ მაგრამ უფლის ხატზე რო შეეხებით რწმენით განიკურნებით დამიჯერეთ უფლის ხატს რო შეეხებით რწმენით თავდაბლობით განიკურნებით მაგრამ თუ ამაყად შეეხები ქედმაღლურად არაფერი არ გამოვა ჩვენგან თავდაბლობით რწმენით იმედით და სიყვარულით გავაგრძელოთ ცხოვრება ღმერთმა დაგლოცოთ მართლა გვიყვარდეს ერთმანეთი მართლა დაუდგეთ მხარში ერთმანეთს და ჩვენი ქვეყანა გადარჩება და ვერავით არის არაბიზაცია ჩვენ ვერ შეგვეხება ჩვენთან არის ღმერთი